მივაწვეთ. მაცადეთ პასუხი. არა დემოკრატიული სისტემა არის ქვეყანაში და ამიტომ არ იწევენ საქართველოს არგუმენტს. გარდა ამისა, პოლონეთის ხელისუფლებამ გახსოვთ თქვენ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ მათ ღიაობა, მივეცით შესაძლებლობა გამოვიჩინეთ კეთილინება და მიხეილ სააკაშვილიდან პოლონეთის მთავრობის ექიმების ჯგუფი, მთავრობასთან არსებული ექიმების ჯგუფი შეუშვით და იმის ნაცვლად, რომ ეს კეთილინება დაფასებულიყო, მივიღეთ ზურგში დანა. გახსოვთ თქვენ, რომ ერთ-ერთმა ექიმას სცადა ფარულად გატანა რაღაც ანალიზების და ფაქტობრივად საქართველოს ხალხს გვიწყობდა ეს ჯგუფი ექიმებისა საბოტაჟს. ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც არის არამეგობრული აქტი ქართული ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი და გვახსოვს ჩვენ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რა თქმა უნდა, აქედან ესეთი არამეგობრული ნაბიჯი ამ ხრივ გასაკვირი არ არის. მაგრამ სამწუხაროდ. არა, პოლონეთი. გადაწყვიტეს, რომ იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა არა, პოლონეთმა როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ არის ორგანიზატორი ამ შეხვედრის და ეს არის პოლონეთის გადაწყვეტილება, თქვენიც იცით, რომ მათ შორის მანამდე მაცადეთ სპასუხი. Čo ხალხს ის მთავრობას რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი, აი იმასთან როგორ უნდა დაალაგდეს ქართველი ხალხი. ადამიანი შეიძლება თუ არ უნდა რიყეზე ესე გაივლისო ქვას ვერ დაინახავს. პოლონეთის მთავრობა რო ფიქრობს. იმიტომ რომ ეს არის თქვენი ხელისუფლება ევროკავშირში პატიჟებას არაფორმალურ შეხვედრაზე. იმიტომ აქსიომა ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართული ხალხის მეგობარი. ამიტომ პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს მას ქართულ ხალხთან სურს ურთიერთობა თუ მას სურს კორუმპირებული წამების სისტემის შექმნელი სააკაშვილის რეჟიმის და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. რატომ აქტიურობენ ეს წამები მაინც მათ შორის შეგახსენებთ რომ მანამდე იყო საპარლამენტო ფორმატშიც და იცით გახსოვთ თქვენ რომ მოწვეული კომიტეტის თავმჯდომარე გაიწვიეს ასე ვთქვათ გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ იყო ეს შემთხვევა ასე რომ სამწუხაროა პოლონეთის ხელისუფლების არამეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. სააკაშვილის მეგობრობას უნდათ რომ გადააყოლონ პოლონელი ხალხის და ქართველი ხალხის მეგობრობა. ეს გამოდის რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერაცნობიერებს რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღლა აყენებს ვიდრე წესებს, პროცედურებს და ქართული ხალხის ინტერესებს. აი, ბევრს გიპასუხეთ. რა თქმა უნდა. არის დავასრულე. არა, ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა ივნისში. თუ გახსოვთ რომ ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა 2024 წლის ივნისში. რა თქმა დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ეს არის საინფორმაციო ხმაური, ახლა ერთი გადაწყვეტილება რომელიც იქნა მიღებული 2 თვის წინ, ასე ხა კვირა გამოშვებით უნდათ რომ მისცენ საკვები, მისცეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ რომ ის მონაწილეობდა NGO და რადიკალ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში. ასე რომ ეხა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. ოპოზიციას გამარჯვების რესურსი არ აქვს, თავად ოპოზიცია ამბობს ბატონო შალვა. ცოტნე კობერიძემ თქვა და ასევე გადაცემაში რომ არ აქვს ოპოზიციას გამარჯვების რესურსი თვითმმართველობის არჩევნებში და ისედაც რომ ჩატარებული იყო ხელახალი არჩევნები, რასაც ითხოვს ოპოზიცია, მათ შორის საპარლამენტო ვერ გაიმარჯვებდნენ. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება უცხოელის წინაშე ცალფეხზე მდგომმა ოპოზიციას რაიმე იმედი კონდეს წარმატებისა არჩევნებზე. ესეც ხომ არის ბუნებრივი და თავისთავადი, რომ ოპოზიცია, რომელიც ერთადერთ რამეს პირდება ამ მორჩევას, ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით თუ რჩევებით თუ მითითებებით თუ ასე შემდეგ. ამას არ საყვედურობენ დღეს რას საყვედურობენ საქართველოს ხელისუფლებას, რას საყვედურობს ოპოზიცია და NGO სექტორი. ერთადერთ რამეს, რომ გეუბნება ევროკომისიის პრეზიდიუმის თანაშემწე, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრეზიდიუმის თანაშემწეს. აი ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ჩვენ
უჯერებთ მხოლოდ ქართულ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა. თვითმმართველობის არჩევნებზეც უნდა გითხოთ, ოპოზიციის ნაწილი ემზადება, ნაწილი მალავს რომ ემზადება. დაუბრუნდები. ნაწილი მალავს რომ აქეთ არ მიპასუხია, მოვა. თქვენ გჯერათ მათი პრინციპულობის თვითმმართველობის ოპოზიციის თვითმმართველობის ნაწილი ემზადება უკვე, ნაწილი ამბობს რა თქმა უნდა, ჯერა კი არა დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის ლელო და საქართველოსთვის არათუ ემზადებიან უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონის მითითებები აქვს მიცემული. ნუ სასაცილოა ახლა რომ თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცავს აყრიან და თავის მოაქვთ რევოლუციონერებად ამ ადამიანებს და ამ დროს დაწყებული აქვს ორგანიზება და მომზადება არჩევნებისთვის. პატარა ქვეყანა არის და ყველა ამას ხო ხედავთ. მით უმეტეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები არის და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს და არ იმალება. ისმენთ. ხაზარეთს და ჯაფეთზე გამოხვალა იბარებენ თეატრიანს, რატომ დაიბარეს ეს უწოდებულ საგამოძიებო კომისიაში, ეს რომ განმარტოთ. მე გეტყვით, ხა ეს კომისიას უნდა კითხოთ, კომისიას უნდა კითხოთ. და გამოცხადეს დაბარება ხო იყო? ვინ იბარებს? ხაზარეთს და ჯაფეთზე. ვის იბარებს, ორი გავიგე? თეატრიანს. ასთან დაკავშირებით. რატომ დაიბარა საგამოძიებო კომისიაში ამის ახსნა? რატომ რა ვთქვი, ამის ახსნის ვალდებულება არავის არ აქვს, საგამოძიებო კომისია მოქმედის პარლამენტის მანდატით და ყველა ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ერთი რამე მინდა უთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც არ მოვიდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ვიცი რომ მას ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ ისინი თუ წავლენ კონსტიტუციის წინააღმდეგ, კანონის წინააღმდეგ, მათ შემდეგ გადაეფარებიან და დაიცავენ. არ კონდეთ არავის იმედი. იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართული ხალხის წინააღმდეგ წასვლა. მათ ჰქონდათ არჩევანი, წასულიყვნენ ქართული ხალხის წინააღმდეგ, თუ წასულიყვნენ რომელიღაცა დიპლომატების წინააღმდეგ. და მათ არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყვნენ ქართული ხალხის წინააღმდეგ და პასუხსაც მიიღებენ შესაბამის ქართული ხალხისგან არჩევნებზე და რა თქმა უნდა ჩვენი კანონმდებლობისგანაც შესაბამისად. ისეთ რომ გითხრათ ლევანდელ დღესთან დაკავშირებით. დღეს მე-80 წლისთავი არის ფაშიზმზე გამარჯვებისა, იმ დიდი გამარჯვებისა, რომელშიც ჩვენ ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300,000 ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300,000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში. მადლობა.